პროფესიული განათლება უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თუმცა წლების განმავლობაში ამ მიმართულებას გარკვეული სტერეოტიპები ახდა და ის მხოლოდ სარეზერვო გზა იყო მათთვის, ვინც უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებდა. ეს შეხედულება დღევანდელ რეალობაში მკვეთრად შეცვლილია. ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა შვეიცარია და გერმანია, პროფესიული განათლება უმაღლესი სტოლფასია და შრომის ბაზარზე განსაკუთრებულად ფასდება. ტენდენცია იცვლება საქართველოშიც და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა თუ უკვე დასაქმებული ადამიანი პროფესიულ განათლებას გონივრულ და დროულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაწყებულია და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სკილველის კოლეჯი კი წელს პირველად იწყებს სტუდენტების მიღებას და მათ მოთხოვნად პროფესიულ პროგრამებს თავაზობს. ამ თემაზე უფრო დეტალურად სტუმართან კოლეჯ სკილველის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი მარიამიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. 15 სექტემბერია დღეს საჯარო სკოლებში დაიწყო სწავლა და პრაქტიკულად ისეთი განცდა ხოლმე ასე ამ დღეს ყოველთვის რომ რაღაც წლის დასაწყისია, რაღაც ახალი უნდა მოხდეს და შემდგომ. ბოლო წლებში თითქოს ჩანს ტენდენცია, რომ პროფესიული სასწავლებლების მიმართაც ინტერესი იზრდება და სწორედ ამიტომაც ლოგიკურია, რომ დღეს თქვენი მყოფებით ჩვენს ეთერში, რადგან წელს პირველად თქვენს პროფესიულ სასწავლებელში მიიღებთ სტუდენტებს. თავდაპირველად დავიწყოთ პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობით, რადგან 25 სექტემბრამდეა მაინც მიღების პერიოდი. და როგორი მოლოდინები გაქვთ მთლიანობაში, რა ტენდენციებია და რა მიგაღებინათ გადაწყვეტილება, რომ უკვე პროფესიული კოლეჯიც გაგეხსნათ? მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ასევე ულოცავ ჩვენ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას. სწორედ აღნიშნეთ თქვენ თითქოს ახალი წელია, რაც განათლების სექტორში გადავედი, უკვე რაც ჩვენთვისაც სექტემბერი გახდა რაღაც ახალის მაჩვენებელი. ძალიან სასიამოვნოა დღეს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, რადგანაც ნამდვილად აი პროფესიული განათლებას თავისებური რაღაც სტიგმა, ასე ვთქვათ, რომელიც ჩემი საბჭოთა კავშირიდან არის გადმოყოლილი, რაღაც ახლავს ხშირ შემთხვევაში რაღაცა სიტყვა ტექნიკუმი მესმის ხოლმე და აი ეს ხო ცოტა ისეთი მიიჩნევა, რომ თითქოს უმაღლეს განათლებასთან რამეთი ნაკლები არის. მაგრამ როგორც ასევე თქვენც ახსენეთ, ნამდვილად არ არის ესე, უამრავი განვითარებული ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თქვენ გერმანია და შვეიცარია ახსენეთ. 25-დან 34 წლამდე, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებს რო შევხედოთ, ამ ქვეყნებში და ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნახევარზე მეტი ირჩევს პროფესიულ განათლებას და ამას აკეთებს იმიტომ, რადგანაც პროფესიული განათლება არის სწორი გზა იმისთვის, რომ წავიდეთ დასაქმებისკენ. პროფესიული განათლების თუ პროფესიული გვეუბნება თვითონ ფოკუსირებულია ზუსტად იმ უნარებზე, რასაც დამსაქმებლები ეძებენ და პროფესიულ განათლებაში არ ისწავლება მხოლოდ რაღაც უბრალოდ ერთ კონკრეტული, ასე ვთქვათ, საქმიან ხელობა. კონკრეტულ საგანთან ერთად პროფესიულ განათლებაში ასევე ისწავლება რბილი უნარები, ასევე ისწავლება ინგლისური ენა, ასევე ისწავლება მეწარმეობა და ეს პროგრამა, ეს სტანდარტები, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შემუშავებული, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ სტუდენტებს მივცეთ, ასე ვთქვათ, სრულყოფილი უნარები იმისთვის, რომ მათ უკვე შეძლონ ეს თავიანთ წარმატებაში გადათარგმნონ და წარმატება ჩვენი სტუდენტების წარმატება ჩვენთვის არის მათი დასაქმება. მაყურებლისთვის კარგად აღსაქმელი რომ იყოს, რატომ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს? მე ვიდრე თქვენთან დავიწყებდე საუბარს, მაყურებელს გავაცანი ინფორმაცია საქსტატის ოფიციალური მონაცემები საშუალო ხელფასთან დაკავშირებით, რამდენად არის გაზრდილი და იქ ყველაზე პირველ ადგილას არის სწორედ IT სექტორი და სწორედ რატომ აქვს მნიშვნელობა ეს არის საშუალო ხელფასი, იმიტომ რომ ბევრად მაღალიც არის ამ სექტორში ანაზღაურება, რატომ აქვს მნიშვნელობა სწორედ პროფესიულ განათლებაში ფულის ჩადებას პარალელურად საკუთარ თავს მისცეს საშუალება, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლოს, სწორედ ეს მონაცემებით, რომელიც მე ხა წავიკითხე, მიუთითებს IT მიმართულება, საბანკო სადაზღვევო და მესამე ადგილზე არის სამშენებლო სექტორი, სადაც ასევე ბევრს საუბრობენ ხოლმე თქვენი კოლეგები ამ სექტორიდან კადრების დეფიციტზე. სწორედ ამიტომაც არის ალბათ მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად იმ მიმართულებაზე გადაერთონ ახალგაზრდები, რომელიც რეალურად მოთხოვნადია ბაზარზე. რას თავაზობს თქვენი კოლეჯი, რომელიც წელს პირველად მიიღებს, აძლევს საშუალებას, რომ პირველად მოვიდნენ თქვენთან
იმას, რომელიც მე რეალურად გამოადგებათ და მათ შორის აი პრაქტიკულ საქმიანობაში დღეს იმდენად დიდია მოთხოვნა IT ბაზარზე, რომ კადრების დეფიციტს განვიცდით, ხო, რეალობა ასეთი გვაქვს. შეძლებს კი თქვენთან მოსული ახალგაზრდა იმ ცოდნის მიღებას, რომ მე მას ყველაზე მინიმუმ სამსახურის შოვნის პრობლემა არ გაუჩნდება. აუცილებლად შეძლებს და თქვენ მართალბრძანდებით ან ჩვენი პროფილი, ჩვენი სკილვილის პროფილი ყოველთვის იყო და არის IT და თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ძირითადად სხვა მიმართულებებთან ერთად, მაგრამ ამაზეც შეგვიძლია ცოტა გავამახვილოთ ყურადღება. თქვენი კითხვა იყო რას ვთავაზობთ და მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ რას ვთავაზობთ და რამდენად გამოყენებადია მე ეს ყველაფერი? დიახ. ჩვენ ვთავაზობთ სამ რამეს, ესე ვთქვათ. ესე იგი, პირველი არის სწავლების მაღალი ხარისხი და ორიენტაცია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე. მეორე არის ინფრასტრუქტურა, ნამდვილად საოცარი ინფრასტრუქტურა გვაქვს ჩვენ, არც საქართველოში და არც ვფიქრობ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მსგავსი ინფრასტრუქტურის სასწავლო კომპიუტერიზებული და მთელი ეს ყველა პროგრამით აღჭურვილი. არა მარტო სრულად კომპიუტერიზებული, ასევე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, სადღაც რომ მიდიხარ, უნდა გიხაროდეს იქ მისვლა და კარგი იქნება თუ მე მომავალში გვესტუმრებით და მოკლედ ძალიან ვამაყობთ ამ ყველაფრით ჩვენ. და რაც თავარია მესამე, ანუ სახელმწიფო 100%-იან დაფინანსებასთან ერთად ჩვენ სტუდენტებს ასევე თავაზობთ სტიპენდიებს, რადგანაც არის შემთხვევები, როდესაც თუნდაც ინტერნეტის ქონა სახლში, თუნდაც კომპიუტერის ან რაღაც თქვა ლოჯისტიკური ამბები ასევე პრობლემური არის ხოლმე და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ასევე თავაზობთ სტუდენტებს სტიპენდიებს. რას ისწავლიან ამ ეტაპზე სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით არის რამოდენიმე ტექნოლოგიური პროგრამა, ეს არის front-end-ი, web development-საც ეძახიან ასევე ჩემენაზე web development-ი, ანუ ფართო საზოგადოებისთვის. ასევე კომპიუტერული ქსელები და სისტემების პროგრამა გვაქვს და ასევე არის საკმაოდ ძალიან მაღალი მოთხოვნით პროგრამა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ და დავამატოთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის პროგრამა და გვაქვს გეგმა, რომ უკვე განათლების სამინისტროსთან და პროფესიონალების სააგენტოსთან ერთად შევიმუშაოთ დამატებით პროფესიული სტანდარტები იმ პროფესიებზე, რომელიც არის უფრო მოთხოვნადი, ესენი არის მაგალითად ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი, ტესტერი, ასე ვთქვათ მარტივად. ჩვენ ახლა ხედავთ იმ ფოტოებს, როგორია რეალურად კიევის კოლეჯი, სადაც 25 სექტემბრიდან მოსული ახალგაზრდები ბათუმს ხედავთ, სხვათა შორის, ეს არის ბათუმის კადრები, კი ბატონო. და ანუ ამითაც თვალსაჩინოა რა გარემოში მოუწევთ სწავლა. კი, ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და იმ კონკრეტულ თემებთან და იმ კონკრეტულ პროფესიასთან ერთად ასევე ისწავლიან ინტერპერსონალური კომუნიკაციები, არის ესეთი მნიშვნელოვანი მოდული, რადგანაც როდესაც ვსაუბრობთ უნარებზე, რომელთა დამსაქმებას სჭირდება, ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარები, რა თქმა უნდა, უკვე ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისწავლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისაც გააჩნია საშუალო განათლების დიპლომი და დამთავრებული აქვს სკოლა. ჩვენ პარასკევს ქონდა უკვე ღია კარის დღე, ჩვენი პირველი ღია კარის დღე, სადაც 500-ზე მეტი დაინტერესებული ადამიანი მოვიდა ჩვენთან გაეცნო როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე პროგრამების შინაარს, უამრავი კითხვები ჰქონდათ და საინტერესო ძირითადად რა ტიპის კითხვები ჰქონდათ, სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო სულ რაღაც 3 წუთს მოიცავს, კიდევ დამატებით, რა ტიპის კითხვები ჰქონდათ და რამდენად ხედავთ, რომ ეს ადამიანები რეალურად მიღებულ ცოდნას მერე პრაქტიკაში გამოიყენებენ, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და რეალურად გასაკეთებელი საქმე. კითხვები იყო ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი სხვა ადმინისტრაციული მიმართულებით და აქაც მინდა ახლა ცოტა დრო გვაქვს მოუწოდო ყველას. 25 სექტემბერი არის ბოლოვა და მობრძანდით საიტი არის web.emis.g, აირჩიეთ სკივილი, შემოგვიერთდით და ასევე უფრო შინაარსობრივი ტიპის კითხვები პროგრამის შესახებ, რას ისწავლიდნენ, როგორ ისწავლიდნენ. რამდენი ახალგაზრდის სწავლება შეგიძლიათ პირველ ეტაპზე? ჩვენ პირველ ეტაპზე 1300
350 ახალგაზრდა შეგვიძლია მივიღოთ ბათუმსა და თბილისში. ინტერესი ძალიან დიდია. ინტერესი ძალიან დიდია, უკვე 3000 ადამიანზე მეც აქვს ინტერესი გამოხატული და უკვე კონკურსის და გასაუბრების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ვინ ჩაირიცხება. რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევთ სწავლა და მე რეალურად თუ მისცემთ საშუალებას რომ დაუშვათ თქვენს პარტნიორ კომპანიებში დასაქმების რეალური შანსი გაუჩნდეთ. დიახ, შეუძლიათ პროგრამები არის სხვადასხვავადის დაახლოებით 1 წლიდან 2 წლამდე გააჩნია სტანდარტს და ეს დასაქმება არის სუპერმნიშვნელოვანი და მადლობა ამისთვის. ჩვენ ყავს უამრავი ჩვენი ერთ-ერთი განსხვავებული სხვა აკადემიურ დაწესებულებისგან განსხვავება არის, რომ ყავს უამრავი 50-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორი და არა მარტო ბიზნეს, ასევე საჯარო უწყებები და ჩვენ ვაძლევთ საშუალებებს, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიებში გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ. ასევე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ მემორანდუმი თბილისის ბაგაბაღების მართვის აგენტოსთან, სადაც ჩვენ ასე გვაქვს აღზრდელის პროგრამა და აღზრდელის პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ უკვე სტაჟირება გაიარონ თბილისის ბაგაბაღებში და მოკლედ ის ფაქტი, რომ ჩვენ სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება იმუშაონ რეალურ პროექტებზე, მიიღონ რეალური გამოცდილება, ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორი ბიზნესები და ასევე საჯარო უწყებები. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ საეთერო დრო ყოველთვის შეზღუდულია ხოლმე. სიამოვნებით გიმასპინძლებ სხვა დროსაც და ბუნებრივია უფრო ცლად შეგვეძლება საუბარი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საკითხია, რომელზეც დაუსრულებლად უნდა ვილაპარაკოთ, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას კონდეს წარმოდგენა რა შესაძლებლობებია ამ მიმართულებით. საქართველოში გიორგი მარიამიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.